დილამშვიდობისა. გილოცავთ ახალ წელს 2015 წელს დღეს პირველად ხვდებით ერთმანეთს და ტრადიციულად ჯანმრთელობას გისურვებთ. ტრადიციულად ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საახალწლო ზეიმის შემდეგ მკვეთრად იკლებს ჩვენი თანამოქალაქეების ფინანსების რაოდენობა, სამაგიეროდ იმატებს წონა. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ წონის მართვის შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე გესაუბრებით, შეგახსენებთ იმას, რაზედაც წლების მანძილზე თითქმის ყოველდღე გეუბნებით და ვახსენებთ მაყურებელს, რომ ნორმალური წონის შენარჩუნება არის წინაპირობა ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნების. არ არსებობს უნივერსალური დიეტა, არ არსებობს უნივერსალური კვების მოდელი, რადგან ყველა ადამიანი არის განსაკუთრებული, თუმცა არსებობს უნივერსალური წესი, რომელიც კვებასთან დაკავშირებით არსებობს. თუ არ ვხარჯავთ, მაშინ არ უნდა მივირთვათ და თუ მივირთვით, აუცილებლად უნდა ვცადოთ, რომ მაქსიმალურად ბევრი დავხარჯოთ. ეს არის ოქროს წესი, რომლის დაცვა გჭირდება დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. გამოსახულებას, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ უხერხულობებს, რომელსაც გვიქმნის ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაგროვილი ცხიმი. მაგრამ ეს ეხება ასაკის და სქესის მიუხედავად ყველა ადამიანს, ყველა კონტინენტზე და სწორედ ამიტომ ტრადიციულად ორშაბათს ჩვენი თანამემამულე, რომელიც ძალიან წარმატებული ექიმია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაგვერთვება დღეს და ისიც შემოგვაშველებს რეკომენდაციებს ამ თემასთან დაკავშირებით. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. დაბრუნდით ეთერში, როგორც უკვე გითხარით, დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე წონის მართვა და სტუდიაში ჩვენი სტუმარი გახლავთ ექიმი რეაბილიტოლოგი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმი, ქალბატონი თეა ადამია, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, დილამშვიდობისა ქალბატონი თეა და რაც მთავარია, ჩვენ ასევე გვეყოლება სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაგვერთვება სკაიპით ჩვენი თანამემამულე ენდოკრინოლოგი ბატონი ნიკა ჩიტაია. დღეს განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ახალი წლის პირველი ეთერია და მთავარი შედეგი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას შეექმნა დღესასწაულებს, რას ეკვირველი, ეს არის წონასთან დაკავშირებული პრობლემები. ძალიან ბევრი ადამიანისათვის შეიძლება ეს ზედმეტადაც კი ეჩვენება ამ თემაზე საუბარი ბევრს ჩვენს თანამოქალაქეს, იმიტომ რომ თვლის, რომ როდესაც არის საკვების დეფიციტი და ეს მართლაც ასეა ზოგიერთი ოჯახისათვის, რატომ შეიძლება ეს პრობლემა აქტუალური იყოს? არა და სწორედ ჩვენი საზოგადოებისათვის, განვითარებადი ქვეყნებისათვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომლის თავიდან აცილებასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ ამ საუბრებით. ამიტომ დავიწყოთ პირდაპირ წონით. წონის და აწონვის პრობლემა. როდის უნდა იწონებოდეს, როგორ უნდა იწონებოდეს ადამიანი და არსებობს თუ არა აწონვის წესი, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში არც კი ფიქრდებიან ხოლმე ადამიანები. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ პირველ გადაცემას. ნამდვილად ძალიან რთული პრობლემა ახალი წლები და წონის მოგროვება, დაგროვება. აწონვას რაც შეეხება, ბევრი მეთოდი არსებობს და მათ შორის ძალიან რთული და ძალიან ზუსტი, მაგრამ ჩვეულებრივად მოსახლეობისთვის ყველაზე მარტივია ეგრეთ წოდებული აბაზანის სასწორი. უბრალოდ მთავარია, რომ სასწორი იყოს გასწორებული, სწორად იდგეს იატაკზე, იწონებოდეს ადამიანი ერთი და იგივე დროს და მინიმალური სამოსით ბუნებრივია. მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვთქვათ, წყლის როგორი რეჟიმი ქონდა წინა დღეებში, ვარჯიშთან როგორ მიმართებაში არის. ამიტომ უნდა ეცადოს, რომ ერთი და იგივე პირობა დაიცვას, იმიტომ რომ ცდომილება მაინც იქნება, მაგრამ ვეცადოთ, რომ ერთი და იგივე ცდომილება იყოს. და გასათვალისწინებელი ალბათ ისიც, რომ ყველაზე სწორი არის, როდესაც ამას ვაკეთებთ დილით უზმოთ, მას შემდეგ რაც დილის ტუალეტი დავასრულეთ, ანუ მოშარდვის და დეფეკაციის შემდეგ, ანუ როდესაც ორგანიზმი პრაქტიკულად არის გათავისუფლებული და ამის შემდეგ ჩვენ ვინიშნავთ ამ დროს და ვცდილობთ, რომ ყოველთვის ამ დროს ავიწონოთ, როგორც თქვენ ბრძანებთ. გარდა ამისა, ხანდახან ვრჩევ ხოლმე ჩემს პაციენტებს, რომ გარდა წონისა, კიდე გარშემოწერილობებსაც მიაქციონ ყურადღება, განსაკუთრებით ქალბატონებმა, იმიტომ რომ ხანდახან არის, რომ სასწორზე დიდი ცვლილებები არ არის და ეს სრულიად ესეთ პანიკურ შეტევებს იწვევს და ამიტომ გარშემოწერილობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც თქვათ წელის გარშემოწერილობა. მე იმედი მაქვს, ჩვენი რეჟისორი გვაჩვენებს ამ არაჩვეულებრივ კადრებს, სადაც სწორედ ამ გარშემოწერილობაზე აქცენტი გაკეთებული, ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით მოგვიანებით, თუმცა მე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, რომ მაყურებელს, აი, დიახ, სწორედ ხა მაყურებელს აქვს შესაძლებლობა
დარწმუნდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელზედაც არა მარტო ექიმები, არამედ საზოგადოებაც უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, რადგან მისი მეშვეობით ხშირად ხდება ჩვენი წონის ნამატის შეფასება, ან წონის კლების შეფასება და ზოგადად წონის დინამიკის ზედამხედველობა და მართვა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, აი ახლა გამოსახულებაში არის სხვადასხვა ტიპის ადამიანები, სხვადასხვა ფორმის, აგებულების ადამიანები და აი ახლა სწორედ წელის გარშემოწერილობა როგორც ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. თუმცა, ვიდრე ამ საკითხზე გავაგრძელებთ მსჯელობას, მოდით მოვუსმინოთ, რას ამბობს ბატონი ნიკა ჩიტაია, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველაზე წარმატებით და შეძლების დაგვარად მაქსიმალური ძალისხმევით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იბრძვის ამ პრობლემის დასაძლევად, საინტერესოა მისი გამოცდილება და მისი ცოდნა ამ თვალსაზრისით. ერთად მოვისმინოთ ეს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, გილოცავთ ახალ წელს და დამდეგშობას. ბოლო 10-15 წელია უკვე ტერმინი შემოვიდა სიმსუქნის ეპიდემია. ადრე როცა ეპიდემიაზე იყო საუბარი, ეპიდემია ეხებოდა ძირითადად ინფექციურ დაავადებებს, მაგრამ ახლა ეპიდემიის მასშტაბება მიაღწია სიმსუქნემ, დიაბეტმა და მასთან დაკავშირებულმა დაავადებებმა. სტატისტიკა დაახლოებით ასეთია, ესე ყოველ წელს იცვლება სხვათა შორის ეს სტატისტიკა, ყოველ წელს კი არა, ყოველ თვე იცვლება, ამიტომ რომ კატასტროფულად ხდება სიმსუქნის ზრდა. ამერიკის სტატისტიკა ასეთია, დაახლოებით 2/3 პოპულაციის ეს არის 200 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც აქვს ჭარბი წონა და 1/3 დაახლოებით 100 მილიონი არის სიმსუქნის კატეგორიაში. ეს მარტო ამერიკის პრობლემა არ არის, ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და მე მგონი მსოფლიოში ლიდერობენ სიმსუქნით და დიაბეტით ჩვენთვის ყველაზე ცნობილი ნაურუ და სამოას კუნძულები. და კატასტროფულად ხდება ზრდა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არის განვითარებადი. საუდის არაბეთში ხდება, არგენტინაში, ბრაზილიაში. ფაქტობრივად ეს მთელი მსოფლიო მოიცვა აი ამ პრობლემამ. უბრალოდ ამერიკაში ეს პრობლემა ადრე დაიწყო და სხვა ქვეყნებიც ამას, ასე ვთქვათ, წარმოეწია. საინტერესოა ბატონ ნიკას მოსაზრება იმის შესახებ, როგორ ვაფასებთ ჩვენ წონას. მან პრინციპში გაგვიზიარა ის ინფორმაცია, რომელიც ყველა ექიმისთვის ცნობილია, ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია, მაგრამ მისი შეფასება მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენი საზოგადოებისათვის, რადგან ის ამ პრობლემას ხედავს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების ჭრილში და მოდით გავაგრძელოთ, მოვისმინოთ მისი ინფორმაცია. სიმსუქნის კატეგორიზაცია ხდება სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. ცოტა ეს უხეში ეს არის კატეგორიზაცია, მაგრამ უკეთესი არ არსებობს კლინიკური პრაქტიკისთვის. რაც მეტია სხეულის მასის ინდექსი, მით უფრო მეტია დაავადების რისკი. როცა არის უკვე ავადმყოფური სიმსუქნე, ეს არის 40, როცა აღემატება აი ეს სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი, მაშინ უკვე დიაბეტის რისკი არის კაცებში 18 ჯერ გაზრდილი, ქალებში 12 ჯერ გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა ამ ადამიანს ადრე თუ გვიან დიაბეტი დაემართება, აბსოლუტურად ყველას და თანხლები დაავადებები, ამას ახლავს გულისისშემიური დაავადება, ინსულტი, ამას მოყვება ფილტვის რესტრიქციული დაავადება, ამიტომ ესენი ვეღარ სუნთქავენ კარგად. პრობლემა არის იმდენად მასშტაბური, რომ ამას არანაირი ადამიანური რესურსი და არანაირი სპეციალისტი ამას არ ეყოფა. ჩვენ საუბრობთ 100 მილიონ ადამიანზე, რომელსაც აქვს სხეულის მასის ინდექსი 30-ზე ზემოთ, ანუ აქვს სიმსუქნე. ცხოვრების სტილის შესვლა არის ძალიან ძნელი აი ამ პაციენტებისთვის და ხალხისთვის, ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ რომ ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი რუტინა, ისევე ყველა პაციენტს აქვს თავისი რუტინა, აქვს სამსახური, სადაც მუშაობენ 10, შეიძლება 12 საათი დღეში, აქვს ძალიან ცოტა დრო დასვენებისთვის, ამიტომ ვერ ვარჯიშობენ და არა აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ იყიდონ, თქვათ, მაღალხარისხიანი საკვები და ძურიანი წამლები. ამდენად აი ესეთი რაღაცა მანკიერი წრი არის შეკრული და სანამ ეს ხალხი პენსიაზე არ გავა, მანამდე არც დრო აქვთ ამ ხალხს, რომ თავის თავს, ასე ვთქვათ, მიხედონ და კურნალობთ იმ დაავადებებს, რაც მოყვება აი ამ სიმსუქნეს.
ჩვენ მოვისმინეთ, გქონდა შესაძლებლობა მოგოსმინა რას ბრძანებს ბატონი ნიკა. ეს ინფორმაცია ერთი შეხედვით ჩვენთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ ეს არის იმ გამოცდილებით გამყარებული, რაც აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ექიმებს, ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგს. მე მინდა მაყურებლისათვის კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება, ეს ციფრები არაერთხელ დაგვიწერია ჩვენ, არაერთხელ განგვიმარტავს მაყურებლისათვის, ქალბატონოთია დამეთანხმებით, რომ წელიწადში რამდენჯერმე ვუბრუნდებით ამ მონაცემებს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მაყურებელს ამას მიაქციოს ყურადღება, რადგან ბატონმა ნიკამ ახსენა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიჯნა. მან ახსენა 30-ზე მეტი ინდექსი. მან ახსენა 40-ზე მეტი. მე უბრალოდ განმარტავ, რას გულისხმობდა ბატონი ნიკა. ანუ სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ითვლება სხეულის მასა დათვლილი კილოგრამებში, გაყოფილი მეტრებში გაზომილი სიმაღლის კვადრატზე. ეს ფორმულა დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ ყველა საინფორმაციო საშუალებით მიიღოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური მნიშვნელობა მისი, რომელიც 18.9-დან 24.9-ის მასშტაბით მერყეობს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამრგვალა და ოპტიმალურ რაოდენობამდე მიიყვანა და თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს 20-დან 25-მდე. 25-დან 30-მდე ეს არის ჭარბი წონა. ანუ გარდამავალი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია შევცვალოთ. 30-ზე მეტი ხაზი გაუსვა ბატონმა ნიკამ, იმიტომ რომ არსებითია სიმსუქნე იწყება 30-დან. მანამდე არის ჭარბი წონა, რომელიც არის გარდამავალი მდგომარეობა და გვაძლევს შანსს დავუბრუნდეთ ნორმაში. 40-ის ზემოთ ეს არის უკიდურესად საშიში მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ქალბატონოთია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით ცხოვრების წესთან დაკავშირებით, ბატონმა ნიკამ სწორედ ეს აღნიშნა. მან თქვა, რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ თანაფარდობის დარღვევა. ამიტომ თქვენ როგორ ხედავთ დატვირთვის ფიზიკური აქტივობის მეშვეობით მართვას ამ პროცესის, რასაც ქვია წონის მართვა? ყველაზე ფიზიოლოგიური და ყველაზე მარტივი ადამიანი შევთავაზოთ იმ მოძრაოს, იმიტომ რომ მოძრაობა არის ყველაზე ესეთი ბუნებრივი მოვლენა და ვინაიდან მოძრაობაში უნდა ჩართული იყოს არა მარტო საყრდენ მოძრაობელი, არამედ სასუნთქი, გულსის ძარღვთა, ენდოკრინული, რაც თავარია სისტემა, ამიტომ ეს არის საშუალება, რომ ვმართოთ ყველა ის პროცესი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს, მარტივად, შედარებით იაფად, თქვა ძვირადღირებული წამლები ახსენა ჩვენმა კოლეგამ და ძვირადღირებული საკვები, ხო, ამასთან შედარებით ბევრად უფრო მარტივია და ყველაზე უფრო ეფექტურია. იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიეტა შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი, მაგრამ ძირითადი პრინციპი არის ერთ და იგივე. მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა შემცირდეს და ამაში ძალიან გვეხმარება ვარჯიში, იმიტომ რომ ის იძლევა საშუალებას, რომ ეს არასაჭირო კალორიაში გავცეთ მარტივად და სასიამოვნოდ. და რაც თავარია ჯანმრთელობა არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ საგრძნობლად გავაუმჯობესოთ, იმიტომ რომ მტკიცებითი მედიცინა გვეუბნება, რომ გარკვეული ტიპის ვარჯიში, გარკვეული რაოდენობით ნამდვილად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და გვიცავს იმ უმძიმესი დაავადებებისგან, რაც ბატონმა ნიკამ ახსენა. და როდესაც თქვენ საუბრობთ ხოლმე კონკრეტულ დატვირთვაზე, თქვენ როგორც ექიმი ამ დატვირთვას უნაწილებთ პაციენტს და ყოველთვის იცით, რას ნიშნავს სპორტული დატვირთვა, რას ნიშნავს სპეციალური დატვირთვა, რომელიც საგანგებო ჯგუფებისთვის არის ხოლმე გათვლილი და არის ყოველდღიური რუტინა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არც კი ვაქცევთ ყურადღებას და შეიძლება ისევ ჩვენთვის ეფექტურად გამოვიყენოთ. როგორია ასეთი დატვირთვა? მე ვეცდები ეს ჩავინიშნო მაყურებლისათვის, თქვენ მიკარნახეთ. და ერთად ვიმუშაოთ ამაზე. კი ბატონო, იმისთვის რომ გამოგვივიდეს ჯანმრთელობის შენარჩუნება და წონის ესეთი ხანგრძლივ პერიოდში მართვა, ან წონა არ მომიმატოთ, საჭიროა რომ კვირაში 1000 კილოკალორიაზე მეტი გავცეთ. დიახ. ეს არის ყველაზე მარტივი იმ ჯგუფისთვისაც კი, ვისაც თქვა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანუ კარგ სპორტულ ფორმაში არ იმყოფება, იმიტომ რომ ვინც იმყოფება კარგ სპორტულ ფორმაში, იმათთვის რეკომენდირებულია 2000 კილოკალორიის გაცემა კვირაში. მარტივად ეს არის 1000 კილოკალორია, რომელიც კვირაში უნდა გავცეთ და რაც ნამდვილად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქედან რუტინული, მარტივად. ყველაზე დიდი სენი ჩვენი მანქანა. ანუ საჭესთან ჯდომისას საათში ჩვენ კარგავთ მხოლოდ და მხოლოდ 50 კილოკალორიას. ანუ საჭესთან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 50. ერთ საათში მხოლოდ -1
კილოკალორიას. 50 კილოკალორიას. ხო, უკაცრავად, მხოლოდ 50 კილოკალორიას. ახლა ვიგავასწორებ. თქვენ ბრძანეთ, გავაგრძელოთ და მე თან დავწერ ამას. ძალიან ხშირად დიასახლისები ამბობენ, რომ უამრავი საქმე აქვს სახში, ამიტომ ვარჯიშს ვერ ახერხებენ, რაღა ვარჯიში გვინდა, იმიტომ რომ მთელი დღე ვარჯიშობთ. თლაც სწორი არ არის, იმიტომ რომ მაგალითისთვის საჭმლის მომზადებაზე იხარჯება, ხო, საჭმლის მომზადებაზე საათში იხარჯება მხოლოდ 80 კილოკალორია. ისიც გააჩნია რა ზომის არის სამზარეულოსა და ჩვენი დიასახლისი გადაადგილდება. პატარა სივრცეში თუ გადაადგილდება, ეს ბევრად უფრო ნაკლები გამოვა ბუნებრივია. დიახ. ხო? სახლის დალაგება არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი არასასიამოვნო, მაგრამ კალორიულად ყველაზე კარგი პროცედურა საფუძვლიან სახლის დალაგებას. დაახლოებით ჭირდება 130 კილოკალორია საათში. ეს თუ ჩავთვლით იმას, რომ თქვა იატაკიც შევიდა ამაში, მაგრამ ეს როდესაც ფუნდამენტურად ალაგებს, ანუ ყველაფერს თუ ალაგებს. ეხლა რაც შეეხება სპორტულ დატვირთვას. დიახ. სპორტული დატვირთვა მარტივად სიარული. დიახ. უბრალოდ ადამიანი გადაადგილდება, სეირნობს, არაფერი განსაკუთრებული. ამისთვის საათში იხარჯება დაახლოებით 120-150 კილოკალორია. თუ ჩავთვლით, რომ ადამიანი აქტიურად, ვთქვათ, არის მოსიარულე, მოსწონს სიარული და ლაშქრობებში დადის, მაშინ გაცემული კალორიების რაოდენობა გაიზრდება დაახლოებით 240-250 კილოკალორია დაიხარჯება საათში. -240, 250. ვერჩქარობ, იმედია მაყურებელი ამ წერის ხარვეზებს სერიოზულად აღშიაფასე. საათში დაიხარჯება დაახლოებით 150 კილოკალორია, ან მეტი გააჩნია როგორი ტიპის არის დატვირთვა. ანაჯიში ჩვენ არ გულისხმობთ აქ პროფესიულ დატვირთვას, აქ არის ფიზკულტურა. ფიზკულტურა კი ბატონო, უბრალოდ კალორიების გაცემის რაოდენობა გაიზრდება იმისგან გათვალისწინებით, თქვათ, რამდენად არის ხტუნვითი მოძრაობები, ამაში ჩართული, თქვათ, სტეპ აერობიკაზე უფრო მეტი დაიხარჯება, ვიდრე ჩვენ 150 კილოკალორია, ან ცოტათი მეტი. მოდით ასე გავაკეთოთ 150-250 იმის მიხედვით თუ დაემატება ხტუნვა. კი ბატონო. აი ეს არის პლუს ხტუნვა. კი ბატონო. მოდით ახლა ავიღოთ სათამაშო სახეობები, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია, მაგალითად ბადმინტონი. მოდით გავაერთიანოთ სათამაშო სახეობები რამდენიმე. ბადმინტონი შეიძლება, მაგიდის ჩოგბურთი შეიძლება, აქ დაახლოებით საათში დაიხარჯება 350-დან 500 კილოკალორიამდე. ანუ თამაში. თამაში, კი ბატონო. თამაშის დროს ჩვენ შეიძლება დავკარგოთ 300-დან 500-მდე გააჩნია. დიახ. ცურვა თუ გვაქვს ცურვა თუ კი ბატონო, თუ ეს არის სწრაფი ტემპი ცურვა, ანუ არასიამოვნებისთვის, არამედ ესეთი მოსპორტულო, მოვარჯიშე ადამიანებისთვის, საათში შეიძლება 600 და მეტი კილოკალორია დავკარგოთ. მე მგონი საკმარისია ჩვენი მაყურებლისათვის. ძალიან საინტერესო მონაცემი აღმოვაჩინე, ბალეტით დაკავებული ადამიანები საათში კარგავენ 750 კილოკალორიას. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დატვირთვა, იმიტომ რომ წონასწორობაზე ვარჯიშია ჩართული და გარდა ამისა, მუდმივად უწევთ გრავიტაციის საწინააღმდეგოდ საკმაოდ რთული ნახტომების გაკეთება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებლისათვის საინტერესოა ეს ინფორმაცია, რადგან ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. რამდენად განსხვავებულია რიცხვები, როდესაც ჩვენ ვადარებთ ერთმანეთს ყოველდღიურ ყოფით საქმიანობას და ელემენტარულ სპორტულ დატვირთვას. თუ მიაქცევს დიასახლის და დიდი ნაწილი ყურადღებას იმას, რომ მაგალითად საჭმლის მომზადებასა და სიარულს შორის ორჯერ არის განსხვავებული რაოდენობა კალორიული დანახარჯის, ალბათ მარტივი გასაგებია, თუ ჩვენ გვინდა საკუთარ წონაზე ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, ყოფითი დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხით სიარული ორჯერ უფრო ეფექტური აღმოჩნდება, აღარაფერი თქვა ტანვარჯიშზე, ელემენტარულ ფიზკულტურაზე. თქვენ გაქვთ გარკვეული ზღვრები პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანისათვის, არსებობს ზღვარი ადამიანებისათვის, ვისაც უკვე დიაგნოზი აქვს დაზგენილი და არსებობს სპორტული დატვირთვა. მოდით ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ჯანმრთელი ადამიანის ფიზიკური აქტივობის სქემა და ადამიანები, რომელთაც აქვთ პრობლემები, განსაკუთრებით ასაკში, როდესაც არის. ბატონო, ჯანმრთელი ადამიანებისათვის იმისთვის, რომ წონის კორექცია მოვახდინოთ, ანუ მართვა წონის და ამასთან ერთად ჯანმრთელობის მდგომარეობა შევინარჩუნოთ, არსებობს ძირითადად ორი ტიპი დატვირთვის. ეს არის ზომიერი, რომელიც გულისხმობს, რომ წუთში ხარჯება 3.5-დან 7 კილოკალორიამდე. ეს დაახლოებით გამოდის საათში 210-დან 420 კილოკალორიამდე. ამის ზევით, როდესაც ანუ იხარჯება საათში 420-ზე მეტი, ეს არის უკვე მძიმე ფიზიკური დატვირთვა და შესაბამისად განსხვავდება დრო.
თუ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა არის რეკომენდებული 9 საათი კვირის უმეტესი დროებისას დასრული ჯამთელი ადამიანებისთვის და გარდა ვთქვათ გამძლეობაზე დატვირთვის ან ეგრეთ წოდებული კარდიოვარჯიშებისა, რომელიც ყველაზე მეტად გვეხმარება წონის მართვაში, აქ აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ვარჯიშები გარკვეული ჯგუფებისთვის, კუნთების, აუცილებლად ვარჯიშები გაჭიმვაზე, მოქნილობაზე და ეგრეთ წოდებული ბირთვის ვარჯიშები, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანებისთვის. რაც შეეხება ადამიანებს, რომელსაც ანუ შეუძლიათ მაღალი ფიზიკური დატვირთვა მიიღონ, ის შემოიფარგლება 20 წუთით, ჯერ კვირაში ან კვირის უმეტესი დღეები და ასევე გულისხმობს გამძლეობაზე ვარჯიშებს, ძალაზე ვარჯიშებს და რა თქმა უნდა მოქნილობაზე ვარჯიშებს. დიახ. მოდით ვუპასუხოთ მაყურებელს, რომელიც გველოდება და შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენი საუბრის ძირითად თემას. დილამშვიდობისა გისმენთ. დილამშვიდობისა გილოცავთ მრავალშობა ახალ წელს ასევე. ასეთი კითხვა მაქვს. ჰისტერექტომიის შემდეგ ოვარიექტომიასთან ერთად ძალიან იოლად ვიმატებ. და თუ რამეს დამარიგ კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ აუცილებლად უნდა განვმარტოთ დანარჩენ საზოგადოებას, როდესაც ოპერაცია ტარდება საშვილოსნოზე, საკვერცხეზე, მით უმეტეს რადიკალური ოპერაცია, ასეთ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის ჰორმონული სტატუსი, შეცვლილი ჰორმონული ფონი, რომელიც არის გარდუვალი. ის როგორც წესი არის ხოლმე ვერაგად ხელშემწყობი წონის მატების. აი ასეთ შემთხვევაში თქვენ როგორ იქცევით ერთის მხრივ ქალი, რომელსაც აქვს რასაკვირველია დღესასწაულთანაც და ისედაც წონაში მატების ყოველდღიური რისკი და დამატებითი რისკი, რომელიც შეექმნა ამ შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა, ესეთ შემთხვევაში ადამიანს უნდა დაუსახოთ მიზანი. ანუ რომ ვარჯიშს აქვს გარკვეული კონკრეტული მიზანი, იმიტომ რომ როგორც წესი ესეთ ქალბატონები დეპრესიულები არიან, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ოპერაციაა ეს მოგეხსენებათ. ამიტომ ვუსახავთ მიზანს, რომ ჩვენი ამოცანა შევინარჩუნოთ ეს ჯანმრთელობა, რომელიც გვაქვს და გვაქვს საშუალება, რომ ანუ ვიზუალი იყოს შენარჩუნებული ახალგაზრდური. ამისთვის ძალიან მარტივ ვარჯიშებიდან ვიწყებ თითოეული ადამიანისთვის კონკრეტულად, ანუ როგორი მოვარჯიშე იყო მანამდე, როგორი დღის განრიგი აქვს, თქვათ მუშაობს, არ მუშაობს, თქვათ აგარაკზე მოსწონს მუშაობა თუ რაც ანუ ის დატვირთვის ტიპი, რომელიც მისთვის არის მაქსიმალურად კომფორტული. და იქიდან გამომდინარე, არის თუ არა თანხმლები რაიმე დაავადება, რის გამო იყო ძირითადი ოპერაცია გაკეთებული, აი აქედან გამომდინარე შედგება რა თქმა უნდა დატვირთვების გრაფიკიც. დიახ. და თუ აუცილებელია ჩანაცვლებით ჰორმონული თერაპიის ფონზე, მოხდება აუცილებლად ჩართვა დატვირთვის. დატვირთვის არის აუცილებელი. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ კიდევ ბატონ ნიკას, როგორ ხედავს ის პრობლემის მოგვარების გზას, ანუ რაში ხედავს იგი მკურნალობის შესაძლებლობას და რაც თავარია როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს შედეგები. პაციენტმა თუ არ მიხვდა, რომ იმას პრობლემა აქვს, ის არაფერს არ გააკეთებს. იმან უნდა იცოდეს, იმას უნდა мотиваცია გაუჩნდეს, რომ ეს არის პრობლემა. ამიტომ რომ როცა ექიმი ვეუბნებით, რომ ეს პრობლემა და დაავადება დაგემართება, ზოგი ამბობს, რომ იცი მე არ მაინტერესებს, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი წონით, აქ მოვედი თქვენთან, მე დიაბეტის სამკურნალო და მოდი ვუმკურნალოთ დიაბეტს, ეს არ მაინტერესებს. ამ დროს გამოდის ტელევიზორში სელებრიტი და ეუბნება, რომ დიდი წონა თქვენ ასეთი დაიბადეთ, დიდი წონა გაქვთ, მე რა მოხდა, თქვენ გარჩევლებრივი ადამიანი ხართ და მე იმას ამობეჭდავს და მოაქვს ჩემთან, რომ აი ამან ასე თქვა. და რა ვქნათ? მაგრამ თუ პრობლემის იდენტიფიკაცია მოხდა სწორად, აი მაშინ იწყება, რომ პაციენტი უნდა წამოყვეს აქ ეს სხვა დაავადებები, მაგალითად ქოლესტერინის როცა მკურნალობთ, იმდენად ძლიერი პრეპარატები გვაქვს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის რითი გამოიკვებება. ანუ შემიძლია დავნიშნო პრეპარატი და ვიცი რომ ქოლესტერინს მე ჩამოვიყვან 40%-ით ქვემოთ, რაც არ უნდა გააკეთოს. მაქვს ასეთი პრეპარატები და აი სიმსუქნეში ესეთი არაფერი არ არის. უნდა იდიეტოს. ჭამა, ანუ ასე თუ ისე არის სიამოვნება. ხო და როცა დიეტას იწყებს ადამიანი, ყველას აქვს ეს გამოსტილი, ვისაც უდიეტია, დიეტა დიდხანს ვერ გრძელდება. არის ძალიან ძნელი დიეტის შენარჩუნება და 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 20% ინარჩუნებს იმ წონას, რაც დაიკლო. ესე იგი 80% უბრუნდება თავის პირვანდელ წონას. ეს არის დიეტის შედეგი და პრეპარატები სამწუხაროდ. პრეპარატები არის მხოლოდ მოკლევადიანი პრეპარატები, ახალი პრეპარატები გამოვიდა, რაც შეიძლება გრძელვადიანად იქნეს გამოყენებული და საშუალო წონის კლება ამ პრეპარატებში არის 3-დან 7 კილოგრამამდე. და სხვათა შორის იქ არ არსებობს ერთი რომელიმე დიეტა, რომელიც ჯობია მეორე დიეტას. ყველა დიეტა არის აბსოლუტურად ერთნაირი, იმიტომ რომ მარტივი პრინციპია, ეს არის ენერგიის მიღება, ერთადერთი ჩვენთვის ენერგიის არის საკვები და ენერგიის დანახარჯი. ადამიანი როცა რომ არ მოძრაობდეს და იწვეს მართლა და სუნთქავდეს, მეტი არაფერი გააკეთოს. სხეული რო ცოცხალი იყოს, ამას სჭირდება
1200 კალორია დაახლოებით დღეში. სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებას. ამდენად დიეტას თუ შეამცირებ სიტყვაზე 1200-1100 კალორიამდე, რომ იწვე მარტო და არაფერი არ გააკეთე, უკვე წონის კლება მოხდება, იმიტომ რომ ნაკლებს იღებ, ვიდრე ხარჯავ. ამდენად თუ გაზდი დანახარჯს, ანუ თუ დაიწყებ ვარჯიშს და ცოტათი შეამცირებ აი ამ მიღებას, მაშინ უკვე არის შედეგი. აი რას ამბობს ბატონი ნიკა. ამ შემთხვევაში ჩვენ თანამზრახველები ვართ. პრაქტიკულად ამ ფრაზებს ვიმეორებთ ჩვენ წლების მანძილზე. მაყურებელი, რომელიც სისტემატურად ადევნებს ჩვენს გადაცემას თვალყურს, დამეთანხმება, რომ ჩვენ სწორედ ამ ხას მივყვებით, როდესაც ჩვენ ერთ რომელიმე კვების მოდელს კი არ ვთავაზობთ საზოგადოებას, არამედ ჩვენ ვთავაზობთ სწორი ქცევის წესებს, როგორც კვებასთან დაკავშირებით, ასევე ფიზიკური აქტივობის თვალსაზრისით, მაგრამ რისკები, რომელიც არსებობს წონის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ძალიან მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ნიკამ თქვა, რომ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მაშინ, როდესაც ვაღიარეთ, მაშინ, როდესაც ვაღიარეთ ისიც, რომ მარტო დიეტით ეს პრობლემა არ გვარდება და ძალიან ცოტა ამ დროს რესურსი, აი რას ამბობს ის წონის შედეგების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ვერც ერთი ადამიანი 30 კილოს ვერ დაიკლებს 3 თვეში, ეს არის გამორიცხული. იმიტომ ვეუბნებით, რომ თუ დაიკლო 2-3 კილო, შემდეგი 3 თვის განმავლობაში, ეს არის ძალიან კარგი რეზულტატი. მე მივახცევთ ამას, მე შემდეგ 3 თვეს დავგეგმოთ და ასე შემდეგ. როდესაც პაციენტი აღწევს უკვე შედეგს, პაციენტი თვითონ თავისთავად თავს გრძნობს ძალიან კარგად. იმიტომ რომ რამდენიმე კილოგრამის უკვე 2-3 კილოგრამის წონის კლებითაც კი ძალიან დიდი შედეგი აქვს უკვე პაციენტს. რას ნიშნავს ეს? პაციენტი ხედავს, თუ დიაბეტი აქვს, დიაბეტის მკურნალობა არის ძალიან გაადვილებული, იმიტომ რომ ჭირდება დიდი რაოდენობის ინსულინი, ვთქვათ, მანამდე ჭირდებოდა, ეხლა აღარ ჭირდება ის რაოდენობის ინსულინი. წნევა უკეთესად არის მოწესრიგებული. ართრიტი, სახსრების ტკივილი ბევრად უკეთესია, უკეთესად სუნთქავს, უკეთესად ძინავს. უფრო ენერგიულად იღუძებს და ამდენად ხდება ეს მოტივირებული ეს პაციენტი და როცა მოდის ეს, რა თქმა უნდა, განმეორებით ვიზიტებზე 3 თვეში, 6 თვეში ერთხელ გააჩნია ამ პაციენტს, გააჩნია რა ინტენსივობით კურნალობთ, მაშინ ამას ვაჩვენებთ მონაცემებს, რომ ხოლესტერინი ყველაფერი უკეთ არის და ასე ხდება, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც დასაწყისში ვთქვით, ეს ცხოვრების სტილი იცვლება და 5 წელიწადში ამისი შენარჩუნება 80%-ში ვერ ხერხდება. ყავს რამდენიმე პაციენტი, ვინც მუშაობს რაღაცა რამდენიმე თვე საზღვარგარეთ და ძირითადი ნაწილი არიან აქ და როცა მიდიან, თქვათ, ფილიპინებზე მიდიან, იქ იკუებებიან კარგად, მანქანით არ მოძრაობენ, დადიან ფეხით, ჩამოდიან სადღაც 10-15 კილო დაკლებული. მე აქ ისე უბრუნდებიან აქაურ სტილს, ისე ვიმატებენ წონას, ვუმატებთ ინსულინის დოზას, ვუმატებთ პრეპარატებს, ვუმატებთ წნევის წამებს, წავლენ ისე ამ ფილიპინებზე ან სხვაგან წავა, დაიკლებს წონას, ჩამოვა, ყველაფერი არის მოწესრიგებული. ამდენად, ეხლა ამ პაციენტს ვერ გადავასახლებთ იქ. ცხოვრობს აქ და ვისაც აქვს საშუალება დადიან. ზოგიერთმა ქვეყნებმა, განვითარებადმა ქვეყნებმა გააკეთეს ასეთი სამედიცინო ტურიზმი. არის დიდი ბუმი ამისი განვითარებად ქვეყნებში, ინდოეთში არის სამედიცინო ტურიზმი და ესე იგი რას ნიშნავს? ეს ხალხი ჩადის ან ოპერაციის გასაკეთებლად, ან ჩადის უბრალოდ სამკურნალოდ. იაფია იქ ცხოვრება, რამდენიმე თვე იქ ცხოვრობენ და ექიმის ინჯავს იმას, კარგად კვებავენ, ასეირნებენ ფეხით, ვისაც აქვს ამის საშუალება, ამას აკეთებს და ჩამოდიან მერე, ასე ვთქვათ, გაწმენდილები აი ამ დაავადებისგან და ამ პრობლემებისგან, მაგრამ აი ცხოვრების სტილს აქვს ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა და შენარჩუნება არის ძნელი. სწორედ ცხოვრების წესზე გაჩერდა ისე ბატონი ნიკა, სანამ ჩვენ საზოგადოებას აქვს იმის რესურსი, რომ საკვებით და ფიზიკური აქტივობით მართოს პროცესები, ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და რა სიმსუყის იქნება ჩვენი ცხოვრება, ამიტომ ჩვენ დღეს უნდა ვასწავლოთ ის, რაც ვიცით ჩვენ, ამ შემთხვევაში თქვენ, ქალბატონო თეა, რა ვარჯიშებს თავაზობთ კონკრეტულად დღეს ჩვენ იმისათვის, რომ წონის მართვაში დავეხმაროთ ჩვენს ერთგრულ მაყურებელს. რა არის ის აუცილებელი ცოდნა? ყველაზე მარტივი ვარჯიში, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გააკეთოს, ეს არის ნაბიჯი, ანუ სიარული. მოდი თან ვაჩვენოთ ყველა ის ვარჯიში, რის შეთავაზებასაც ვაპირებთ. კი ბატონო. ყველაზე მარტივი არის სიარული. თუ გვინდა რომ გავართულოთ, შეგვიძლია გავართულოთ სიარულით კიბეზე.
ყველაზე მარტივი რაც შეიძლება გააკეთოს ჩვენმა მაყურებელმა. თუ თქვათ არ არის კიბის საშუალება სტეპ აერობიკის ელემენტები გამოიყენოს, რაღაცა ამაღლებული და დავდოთ ძირს და თქვათ ავიდეთ და ჩამოვიდეთ და დავითვალოთ ეს ნაბიჯები, ან უფრო მარტივია ნაბიჯ მზომები არსებობს და ძალიან ადვილად ხელმისაწვდომია მთელ დღის განმავლობაში დიასახლისებმა მაგალითად ან ოფისის თანამშრომლებმა შეიძლება დაიმაგრონ და გათვალონ დღის განმავლობაში რამდენი ნაბიჯი გამოუვიდათ და რამდენი კალორია დახარჯეს. ცნობილია მაგალითად რომ 10,000 ნაბიჯი დღეში ნამდვილად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და წონის მართვაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, ხო? ანუ მარტივად ნაბიჯი. თუ ამის საშუალება არ გვაქვს ოფისიდან ვერ გავდივართ, კიბი არ არის, მაშინ მარტივად შეგვიძლია ავდგეთ და მაღალი იჯები გავაკეთოთ ადგილზე, კი ბატონო, მაქსიმალურად ვაკეთებ ნელა ამას. ასევე ძალიან მარტივი ვარჯიშია ნახევრად ბუქნი. ხო, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც წონა აქ არ არის აუცილებელი რომ ბუქნი ღრმა იყოს, შეგვიძლია ცოტათი ჩავიდეთ და გავჩერდეთ ამ მდგომარეობაში თუ შეგვიძლია და გავმივართოთ. უბრალოდ მნიშვნელობა აქვს იმას როგორ დგავართ, ანუ ტერფები ნამდვილად უნდა იყოს მუხლის ქვეშ, რომ არაფერი არასწორი მოძრაობა არ გავაკეთოთ და წელი გამართული გვეკავს. კიდე ერთი მარტივი ვარჯიში, რომელიც შეიძლება რომ გავაკეთოთ, ეს არის ფეხის მოძრაობები, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის, ხო, განივი მოძრაობები, გარკვეული თქვა ზონების დასამუშავებლად, ხო, გარდა იმისა დავისვენებ ჯდომისგან, თქვათ, და ეს ვიზუალსაც ძალიან გააუმჯობესებს. ეს შეიძლება იყოს როგორც გვერდზე, ასევე შეიძლება იყოს მოძრაობები უკან. უბრალოდ ვცდილობთ, რომ წელი იყოს გამართული და ანუ სხეულის ან ტორსი არ აყვეს მოძრაობაში მხოლოდ უკან. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ მუხრა გაშლა, ესეც. ხო, თუ ადამიანის სახში ეს შეგვიძლია გავართულოთ, თქვა წარმოვიდგინეთ, რომ დაწოლილ მდგომარეობაში ვართ, ფეხი მოვხაროთ და მოხრილი ფეხი ავწიო და დავდოთ, ესე ძალიან დაგვეხმარება. მუცლის ფარისთვის ვარჯიშები, თქვა დაწოლილ მდგომარეობაში შეიძლება გაკეთდეს, შეიძლება გაკეთდეს დგომში სამსახურის ჩვეულებრივად. მოვიხარეთ რამდენზეც შეგვიძლია, ვეცადოთ რომ იატაკ შევეხოთ ხელით და ნელა გავიმართოთ ასევე, ხო? თაუბროს ხვევა არ იყოს და ასე შემდეგ. ასევე ძალიან კარგი და საინტერესო ვარჯიშია, ვთქვათ, სამთავა ჯგუფი, ანუ კუნთებისთვის ვარჯიში, რომელიც ასევე ძალიან ადვილად გასცემს ასაკსას და ფიზიკურ მდგომარეობასაც. მარტივად დავიკავოთ ყველაფერი, რაც შეიძლება ოფისში ხელში მოხვდეს, მაგალითად, 9 ლიტრიანი ბოთლი წყლით. წიგნი. კი ბატონო, წიგნი. თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს. დიდი ზომის ტელეფონი. დიახ. ხო, მარტივად ეს შეგვიძლია. საკანცელერიო ნივთი, რომელიც ჩვენთან მაგიდაზეა. ასევე ვთქვათ მხრის კუნთებისთვის ვარჯიში, რომელიც ყველას გამოადგება მის დიდი ხანის ის და განსაკუთრებით კომპიუტერთან, ხო? ნებისმიერ ამ ვარჯიშს ჭირდება ბუნებრივია ენერგოდანახარჯი, ამიტომ ნებისმიერი ეს ვარჯიში დაგვეხმარება იმისთვის, რომ დავისვენოთ, გონება განწყობილება გავიმჯობესოთ და თავადაც დავკარგოთ კალორიები, ხო? კიდე ერთი კარგი ვარჯიში, რომელიც ოფისის თანამშრომლებს ძალიან გამოადგება და დიასახლისებს, რომელიც დიდი ხანის საკვებს ამზადებენ, ხო, ეს არის გაჭიმვაზე ვარჯიშები. საკმაოდ მარტივი და რაც თავარია არ საჭიროებს არანაირ დამხმარე ხელსაწყოებს. არც დამატებით ტერიტორიას საჭიროებს. არანაირ დამატებით ტერიტორიას. არც ვირადღირებულ ტრენაჟორს. არაფერს არ საჭიროებს. არც სივრცეს, რომელიც უხერხულობას შეგვიქმნის, ან უხერხულობის შესანიღბავად არის. არაფერი. ძალიან მარტივად ერთადერთი რაც გვინდა არის სურვილი, რომ ავდგეთ და რაღაც გავაკეთოთ. დიახ, და კითხვა, რომელიც ამ დროს შეიძლება ქალბატონებს ჰქონდეთ, ვისაც უკვე დაბრძანდით ქალბატონთე. ქალბატონებს, რომელსაც უკვე აქვთ ჭარბიწონის პრობლემა, მისი თანხლები პრობლემები, მაგალითად ხერხემალთან დაკავშირებით, რამდენად თამამად შეუძლიათ ასეთი ვარჯიშები გააკეთონ, ვისაც აქვს სახსრების პრობლემა, ვისაც აქვს ეგრეთ წოდებული ოსტეოხონდროზის პრობლემა, ძალიან ხშირად ქალბატონები სვამენ კითხვას, ეს ხვისთვის კარგია, მაგრამ მე გამოადგებათ ამ გამოადგებათ იმ ადამიანებს, ვისაც ჭარბი წონა აქვს და სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ აღნიშნე ნახევრად ბუქნი, რომ არ იყოს პრობლემა, ვთქვათ, მუხლის სახსრებზე, იგივე ვარჯიშები შეუძლიათ გააკეთონ დამშტარი მდგომარეობიდან, უბრალოდ მიეყრდნობიან საზურგეს, ოდნავ წინ წამოიწიონ და გაიმართონ და იგივე დაიწყონ ყველაფრის ამის გაკეთება დამშტარ მდგომარეობაში. ესეც ასევე ძალიან მარტივია, ნებისმიერი ეს მოძრაობა შეიძლება გაკეთდეს ჯდომში, ისევე როგორც თქვათ ფეხებისთვის ვარჯიში, არანაირი პრობლემა არ არის, მით უმეტეს ქალბატონები, რომლებიც ხედა მთელი დღე ჭარბიწონა აქვს, შეგუბება ქვედა კიდურებში, წამოდგნენ და ფეხწორებს აიძენ, ესე ძალიან მარტივი იქნება. ხანდახან არ დავიზერო და დავითვალოთ ნაბიჯები, როგორც თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონთე, მე დიდი მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის საგანგებოდ, რომ თქვენ პირველი ნაბიჯები ასწავლეთ ჩვენ მაყურებელს, თუმცა ეს არც თუ ისე იშვიათად ხდება ხოლმე, ხშირად ხართ ჩვენ
ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა უნდა უთხრა ბატონ ნიკას ჩვენთან ჩართვისათვის. მაყურებელს შევახსენოთ, ჩვენ საუბრობდით თემაზე წონის მართვა. ჩვენი სტუმარი სტუდიაში გახლდათ ექიმი რეაბილიტოლოგი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმი ქალბატონი თეა ადამია და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვერდებოდა ჩვენი თანამემამულე ენდოკრინოლოგი ბატონი ნიკა ჩიტაია. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, რომ შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. აბრუნდით ეთერში რომ შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა და მე ისევ დაფასთან ვარ, რადგან მინდა გაგახსენოთ ყველა ის საკითხი, რომელზედაც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ დამატებით გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ, შევუხამოთ ერთმანეთს, შევუსაბამოთ ერთმანეთს მიღებული და დახარჯული ენერგია, არ უნდა დაგვავიწყდეს 4 ძირითადი ფაქტორი, რომელიც თანამედროვე მედიცინამ გამოყო. აბრევიატურა არის ინგლისურად, SAGA, ასე იკითხება, მაგრამ მე ქართულად თარგმანი მივუწერე და გეტყვით, რომ ერთი არის სხეულის ზედაპირის ფართი, ერთი და იგივე წონის დაბალი და მსუქანი ადამიანი მაღალ და გამხდარს რომ შევადაროთ, აღმოვაჩენთ, რომ უფრო მეტი ენერგიის დახარჯვის შესაძლებლობა აქვს მაღალს და გამხდარს. რაც შეეხება ასაკს, ასევე მნიშვნელოვანია მოზარდები, ბავშვები უფრო მეტ ენერგიას ხარჯავენ და შესაბამისად მათი მოთხოვნილება ენერგიაზე არის უფრო მაღალი. ასაკთან ერთად ენერგიის დანახარჯი იკლებს, ამიტომ მიღებული ენერგიაც უნდა შევამციროთ. საკვების მოცულობა მაქვს მხედველობაში. სქესი გასათვალისწინებელია, რომ ქალი უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რაოდენ დატვირთულიც არ უნდა იყოს ვიდრე მამაკაცით და ამიტომ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ენერგიის დანახარჯზე, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ქალბატონებს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავაჭარბეთ მიღებული საკვების მოცულობაში, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს მდგომარეობაში და მთავარი ფაქტორი, ეს არის აქტივობა, რომელიც ეხება ყველას ერთნაირად, მაგრამ განსაკუთრებით გვეხება ქალებს, როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი აქტივობის თანაფარდობას ენერგიის დანახარჯად. ანუ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გაზრდილი ფიზიკური აქტივობა იმისათვის, რომ მიღებული ენერგია რაც შეიძლება სწრაფად გავანეიტრალოთ და იმისათვის, რომ თქვენ ეს კარგად დათვალოთ, გახსოვთ ალბათ ოჯახური საქმიანობა რამდენ კალორიას მოითხოვს და ფიზიკური საქმიანობა, მე შეგახსენებთ, რომ 1 გრამი ცხიმი ჩვენ გვაძლევს 9 კილოკალორია ენერგიას, 1 გრამი ცილა გვაძლევს მხოლოდ 4 კილოკალორია ენერგიას, 1 გრამი ნახშირწყალი, რომელსაც სულ ლანძღავენ, ასევე გვაძლევს 4 კილოკალორია ენერგიას და 1 გრამი ალკოჰოლი გვაძლევს 7 კილოკალორია ენერგიას. მე იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებთ, როდესაც შეარჩევთ თქვენს საკვებ რაციონს. ახლა კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ეთერში და ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორ შეიძლება უსაფრთხოდ დავგეგმოთ ჩვენს შვილებთან ერთად სტუმრობა საახალწლო დღესასწაულებზე სხვადასხვა ოჯახებში. მანამდე მივესალმები ქალბატონებს. თანხმები ალკოჰოლთან დაკავშირებით. ზოგიერთებს ისეთ ენერგიას აძლევს, რომ სწორედ ამაზეა პირიქით, ქალბატონ ანა, ზუსტად ეს დავწერე, რომ ძალიან ბევრი ენერგია აძლევს. ხო, მაგრამ მე მგონი მაგაზე დიდ ენერგიას აძლევს. საინტერესოა, უსაფრთხოდ ვისთვის, ჩვენთვის თუ იმ ოჯახისთვის, სადაც ბავშვები მიხარ. ბავშვებისთვის, აბა მე უპირველეს ყოვლის და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ. ძალიან მიხარია ქალბატონებო. ძალიან აქტუალური თემა ქონდა, მართლა ძალიან ზოგიერთებისთვის და ყველასთვის მე მგონი რომ ახალი წლის სიხარული არის ცოტა გაზამებული ნერვიულობასთან, როცა ადამიანი აუცილებლად რაღაც ცოტა კილოგრამს ამიტომ სასწორი არ უნდა გქონდეს სახში, რომ არ ინერვიულო. ზოგს მომატებავალია. შენ ნინო შეგიძლია საერთოდ ასეთ პირობაში. სწორია, რა გინდა შენ საერთოდ. შენ რა გინდა, რა თქმა უნდა. ეს ვიკაჩუმზე აღარ ვილაპარაკო ამ თემას დამთავრდა. არა, თემაზე საუბრობთ ახალი წლის პირველ თემაზე საერთო დღეს. ჩვენ ენერგიის დახარჯვაზე ვისაუბრებთ და სანუ სიმღერაში ენერგიის დახარჯვაზე. დამეთანხმები. სიმღერაში იხარჯება. ასაკურველია. გონებრივი სამუშაო ითხოვს ენერგიას და თუ ეს არის სულიერი რესურსების მობილიზაცია, ანუ ჩვენი შინაგანი ენერგიის მობილიზაცია, რასაკვირველია ეს არის დანახარჯთან დაკავშირებული. მარი, მე მინდა გადმოგცე ჩემი ძალიან ბევრი ახლობელის დიდი აღფრთოვანება და დიდი კომპლიმენტები. იმ ენერგიის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც 31-ში შენ მოახდინე ჩვენს ეთერში მართლაც არაჩვეულებრივი. გეფიცები, ყველა მეუბნებოდა რომ ხომ ვიცოდით რაც იყო ეს ადამიანი, მაგრამ ასე თუ მღერო და ეს იყო მართლა არაჩვეულებრივი. ძალიან გაგვახარა და გარდაუვალია შენი რესურსების გამოკლების. ცოტა ვინერვიულობა კიდევ რა შეიძლება რომ აღმოვაჩინო.
დავანჩინო. რაც თავარია რეპეტიცია არ გაუვლია და პირდაპირ გარისკასებ თქვა, მაგრამ იცოდა რომ ეს რისკი ძალიან სასიამოვნო რისკი იყო, მინდა გითხრა, ეს სწორედ ის რისკი იყო, რომელიც სრულიად ამართლებდა ყველაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი იყო და ერთ-ერთი ალბათ შემარცხვინეთ ალბათ. არა, არავითარ შეცდომა. ნამდვილად შემარცხვინეთ, მაგრამ მე ვიცი რომ დღეს თქვენ ძალიან სასიამოვნო სიმღერებზე და საინტერესო შემოქმედებით მხარეზე ისაუბრეთ, რომელიც სხვადასხვა ძალიან კარგია, რომ ადამიანის ენერგიის დანახარჯს უკავშირდება, იმიტომ რომ კარგად დახარჯული ენერგია წაადგება ჩვენს განწყობას და ასე რომ წარმატებულ ეთერს გისურვებთ. ნამდვილად საინტერესო თემას და იმ მოლოდინის გამართლებას, რომელიც განწყობას, რა თქმა უნდა. დასაკვირველია. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის დღეგრძელობას გისურვებთ.